ვაგრძელებთ ლევიტელების გარჩევას. ვკითხულობ პირველი თავის პირველ მუხლს. მოუწოდა უფალმა მოსეს და ელაპარაკა მას სადღესასწაულო კარვიდან. გამოსვლის ბოლო თავებში ვნახეთ, თუ როგორ ააგო ისრაელიანმა ხალხმა მოწმობის კარავი, საიდანაც უფალი ელაპარაკებოდა მოსეს და ასე იღებდა ხალხი ცოდნას, თუ როგორ ეცხოვრა მას ღმერთის სიწმინდესთან ერთად. წარმოიდგინეთ სინაის მთასთან გაშლილი ერთი ნათელი ფერებით აგებული უფლის კარავი, ხოლო მის გარშემო მუქი ფერის ისრაელიანთა კარვები და როგორც ჯონ როუ აღწერს თავის წიგნში, რომლის სახელიც არის ოქროს სახლი, მდაბიო, შავი კარვები და ღმერთის დიდებული სავანე დიდად არ ჰარმონირებდნენ ერთად, ასევე არც ხალხს ჰქონდა შეთანხმებული ურთიერთობა ღმერთთან. აქ მინდა ვახსენო ერთი შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ ბიბლიის კითხვისას და ამ შეცდომის გამო ისინი ბევრ წინააღმდეგობებს აწყდებიან იქ. სამწუხაროდ ბევრს ისეთი წარმოდგენა აქვს, თითქოს ეს წიგნი წმინდა ადამიანთა ცხოვრებაზე იყოს დაწერილი. სინამდვილეში ძველიც და ახალი აღთქმაც აღგვიწერს მხოლოდ ადამიანის ცოდვილ ბუნებას. ეშლებოდა მოსეს, ეშლებოდა აბრაამს და ისააკს. გვეშლება დღეს ჩვენც. არ ეშლებოდა მხოლოდ იესოს. ეს არის ერთადერთი ადამიანთაგან, ვინც შეუცდომელი იყო, რადგან მხოლოდ მას არ ჰქონდა ცოდვა. ახლა ადამიანური ცოდვილობის ფონზე კარგად ჩანს ღმერთის სიწმინდე. ისრაელიანი ხალხი ახალი გამოსული იყო წარმართული ეგვიპტიდან და ძალიან ადვილად შესაძლებელი იყო, რომ ის უფლის გზას ასცნენოდა და დაეწყო ეგვიპტური წესებით უცხო ღმერთების თაყვანისცემა. ამიტომ უფალმა ააგებინა მოსეს კარავი და იქ დაივანა. ღმერთი ყველგანს უფევს, იგი ყველაფერს ესწრება. მაშ რა იყო ეს აქტი მისი პატარა ფარდულში შესვლისა? ან როგორ ავხსნათ ყოვლისმომცველი პიროვნების ცოდვილ ხალხს შორის ჩამოსვლა და მისი წმინდათა წმინდაში დაბინავება? ამ კითხვას უფლის მოქმედებითვე გაეცემა პასუხი, ვინც დაივანა ცოდვილ ხალხთან, აბრაამის მიმართ აღთქმული სიტყვის თანახმად, რომელშიაც ის დაგვპირდა, რომ ჩვენი ღმერთი იქნებოდა და ჩვენთან ერთად ივლიდა. სწორედ აქ უნდა მოეყვანა ცოდვილ კაცს გამოსასყიდი, რათა სცოდნოდა თუ ვის და რატომ შესწირავს მსხვერპლს. წარმოიდგინეთ ისრაელიანი, ვინც ესაა გააცნობიერა, რომ ცოდვა აქვს და მოისურვა ამის გამოსყიდვა. მიხავს მას ცხვარი კარავთან, სადაც იცის, რომ უფალი ელოდება თანაშემწედ, რადგან თავად მან უთხრა, რომ იქნებოდა მათ შორის მოწმობის კარავში. სავანე. ეს იყო ძელებზე გაჭიმული ტილოებით შემოღობილი ადგილი, რომლის სიგრძე იყო 54 მეტრი და სიგანე 27 მეტრი. მას ჰქონდა ნაჭრისავე კარიბჭე. იქ შესული კაცი ჯერ ეზოში მოხვდებოდა, სადაც პირველად საბანელს დაინახავდა, მერე სპილენძის სამსხვერპლოს. აქ აღავლენდნენ უფლის წინაშე მსხვერპლს. ცოტასაც თუ გაივლიდით, მიუახლოვდებოდით კარავს. ამ კარავსაც ფარდის შესასვლელი ჰქონდა. ეს კარავი მიგვანიშნებს ღმერთის სასუფეველზე და ღვთის ძეზე. სავანე მხოლოდ საგნების ჩამონათვალისია არ არის. ის მიგვითითებს ზეციურ ოქროს ქალაქზე. შეგვიძლია სავანის აღწერის კითხვისას პარალელურად გამოცხადების ის თავებით წავიკითხოთ, სადაც ზეციური იერუსალიმი არის აღწერილი. ფარდის შიგნით იყო ოქროს სამსხვერპლო, სადაც საკმეველს აღავლენდნენ კეთილსურნელებად. ბევრ კომენტატორს ეს ქრისტიანის ლოცვისთვის შეუდარებია. იქ იდგა აგრეთვე 7 კანდელიანი სასანთლე, რომელიც ზეთით ენთებოდა. ზეთს ყოველთვის სულიწმინდას ადარებენ. ჩვენც ასევე უნდა ვენთოთ ხალხთა შორის ქრისტიანები და ვანათებდეთ ჩვენი რწმენის საქმეებით, მაგრამ არა ჩვენი ადამიანური მკლავის იმედით, არამედ ყველაფერი სულიწმინდის ძალით უნდა გავაკეთოთ. სავანეში პირველი ფარდის მიღმა ოქროს საკმევლის სამსხვერპლოსა და სასანთლესთან ერთად იყო ოქროს ტაბლაც, სადაც 12 პურს დებდნენ ისრაელიანთა 12 შტოს მიხედვით. შემდეგ მოგვიწევდა მეორე ფარდის გავლა და შევიდოდით წმინდათა წმინდაში. იქ, სადაც უფლის კიდობანი იდო, სწორედ აქ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს. მოდით ცოტა ხნით თვალები დავხუჭოთ და ფიქრით უდაბნოში გავიდეთ. როგორია უკაცრიელ ადგილას ყოფნა? ახლა წარმოვიდგინოთ, თუ როგორია იყოთ უდაბნოში, ყველაფერს მოშორებული, მაგრამ ყოვლის შემძლის გვერდით.
დღეს ყველა, ვინც გადაწყვიტავს, რომ ამ მარშრუტს გაიმეორებს, კრახს განიცდის. უფლისთან დასწრებით კი ისრაელიანს საზრუნავიც არ გასჩენია. მანანა ჰქონდა მას საკვებად და ფეხსაცმელი არ გასცვეთია. ერთი რამე ვალებოდა მხოლოდ, უნდა მოესმინა უფლის სიტყვისთვის. ხომ დიდებული რამ არის, როდესაც უფალი ჩვენთან არის და ამას ვხედავთ? სავანე წინასახე იყო იესოს ჩვენთან ყოფნისა. გახარებულმა წინასწარმეტყველმაც თქვა: აჰა, ქალწული მუცლად იღებს და შობს ძეს და უწოდებენ მას სახელად ემანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი. მებაჟე მათემაც ზუსტად გაიხსენა ეს სიტყვები, როცა უფლის სიტყვა აღსრულდა, მიუნიშნებდა რა იგი ხორცშესხმულ მესია იესოზე. ახლა კი შევაჯამოთ თუ რაზე ვისაუბრეთ და შემდეგ გადავიდეთ მეორე მუხლზე. ჩვენ განვიხილეთ სადღესასწაულო კარავი, იგივე მოწმობის კარავი, რაც უფლის თანაცხოვრების და თანდასწრების ნიშანი იყო. იქ მიდიოდა ისრაელიანი ყველა თავისი პრობლემით და ეს გზა ემსახურებოდა ცოდვილი კაცის ღმერთთან ურთიერთობის აღდგენას. თანამედროვე ეპოქაში რას აღარ მიმართავს ადამიანი, რომ პრობლემები გადაჭრას, მიდის და ხარჯავს აურაცხელ ფულს ფსიქოლოგებთან, კონსულტანტებთან, ათასნაირ რელიგიურ მიმდინარეობას თუ იოგას კლასებს ესწრება, მაგრამ საბოლოოდ მისი ცხოვრებისეული სტრესი უარესდება და რაც უფრო ძლიერად ცდილობს ამ მდგომარეობიდან ამოსვლას, ეს წნეხი თანდათანობით უფრო ძლიერდება და აწვება მას. ისრაელიანი კი უზრუნველად იყო ღმერთის საზოგადოებაში, მასთან ნამდვილად იყო უფალი. ახლა რა შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან? ის რომ სანამ ფსიქოლოგს წამოვუგორდებით ტახტზე, 1-2 სიტყვა ღმერთს უნდა უთხრათ, რომ ნამდვილად მოხდეს ჩვენი კარგად გახდომა და ისევე როგორც ისრაელიანს უნდა მოეძებნა სწორი გზა კარავთან მისასვლელად, ასევე ჩვენი გზაც არის იესო ქრისტე, ვინც უტყუარ ადვოკატად დაგვიდგა ჩვენსავ სიღარიბეში. უჩემოდ ვერაფერს გააკეთებთო, დაგვიბარა მან. ისრაელიანსაც შეეძლო წასულიყო და სხვა გზები ეძებნა, რაც მიიყვანდა კერპებთან, მაგრამ ერთი იყო ცოდვისგან განკურნების ბილიკი და ერთი გრჩება ახლაც ქრისტეს სახელის მატარებლებს, რომ მისი გზებით ვიაროთ. ახლა კი დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.